ყველაზე დიდი შემოსავალი რა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ქონდა? თანამდებობაზე არ მქონია არანაირი. რა პერიოდში? თანამდებობა საერთოდ სულ ერთხელ მქონდა ცხოვრებაში, არასოდეს თანამდებობაზე არ ყოფილა, უფრო მეტიც უფროსი არ მყოლი არასოდეს. გარდა იმ ერთი მოკლე მონაკვეთისა, როცა მინისტრი ვიყავი და პრემიერი იყო ჩემი უფროსი. ყველაზე დიდი შემოსავალი, რა თქმა უნდა, მუდმივად მქონდა მაშინ და მაქვს დღესაც მაშინ, როდესაც კონსულტანტად ვმუშაობ, განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის უცხო ქვეყნებში. ყველაზე დიდი ჩავარდნა მქონდა პოლიტიკაში ყოფნის დროს, იმიტომ რომ ოჯახში უცებ აღმოჩნდა, რომ ორივე ვიყავით ხელფასის, ანუ სახელმწიფოს მიერ დანიშნული ხელფასის ამარად, რომელიც ახლა ძალიან არასერიოზულად გამოიყურებოდა, მაგრამ არა და მინდოდა მეკითხა, რომ თქვენ და დათო სუფაშვილი, თქვენი მეუღლე, რომ წამოხვედით პოლიტიკიდან, ამ პერიოდში იყო ყველაზე დიდი ფინანსური ჩავარდნა თქვენ ოჯახისთვის და ეს ასე არ იყო? არა, პირიქით, იმ პერიოდში იყო ყველაზე დიდი ფინანსური ჩავარდნა, როდესაც პოლიტიკაში ვიყავით. როდესაც სახელმწიფო თანამდებობებზე ვიყავით კი. ის 4 წელი იყო ყველაზე უფრო ესეთი აბა ბავშვები ხა ეკონომიურად ესეთი წლები. პოლიტიკაში ფული არ კეთდება? პოლიტიკაში ფული კეთდება. 2018-ში პრაღაში ვცხოვრობდი, იქ მუშაობდი ცოტა ხანს 7 თვე და დედაჩემმა დამირეკა ერთ დღეს და მითხრა, რომ ხო სასწრაფოდ რუსთავი ორი ჩართეო და რაღაც კონკრეტული სიუჟეტი მითხრა კურიერიდან, რომ იმას უყურეო და არასდროს ესეთი რამე არ უთქვამს, რომ ძალიან გამიკვირდა. თან იცოდა, რომ ეს ტელევიზორს ყურება, ეხლა პრაღაში ქართულ ტელევიზიას რატო უნდა უყურო, ცოტა გაუგებარია, ხო? ну მოკლედ იმდენჯერ დამირეკა რომ ბოლოს უყურე სხვა გზა აღარ მქონდა და გვარებს არ ვიტყვი მაგრამ მოკლედ იყო სიუჟეტი პარლამენტის წევრების სახლების შესახებ და ქონების შესახებ რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს დააგროვეს დედაჩემი ამ ადამიანებს პირადად იცნობდა ჩვენი ძველი ურთიერთობებიდან გამომდინარე ანუ ეს არ იყვნენ ტელევიზორიდან გაცნობილი ხალხი მისთვის შესაბამისად იცოდა ვთქვათ მანამდე როგორ ცხოვრობდნენ ეგენია ხო თითო არიანო იქო და კი მეთქია თქვენ ხორნი იყავით ხო თქვენ რატო ცხოვრობ საბჭოთა კორპუსის მე-6 სართულზე და რატო ცხოვრობ საბჭოთა კორპუსის მე-6 სართულზე იმიტომ რომ სრულიად საკმარისია ეს ჩვენთვის ეს ბინა რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ იცით როგორ ვიყიდეთ 97 წელს ვიყიდეთ როდესაც დავქორწინდით მე და დათო და მანამდე ნაქირავებში ვცხოვრობდით და ეს ბინა რომ ვიყიდეთ ორივე ყოველ დღე ფაქტიურად ვიღებდით რაღაც ენითაუწერელი რაოდენობის სამუშაოს რომ დაგვეფარა ვალი მაგალითად არასოდეს არ დამავიწყდება პარიზში ვიყავით პირველად წარმოიდგინეთ პირველად ახალი დაქორწინებულები ვართ და ყველგან ჩანთაში მედო ლეპტოპი და ყველგან სადაც 2 წუთით ვჩერდებოდით არ ვიცი კაფეში დავჯდებოდით ყველაზე კურიოზი იყო ეიფელის ლიფტი ოღონდ არ დამჯერებთ, მაგრამ თუ არ ვიტყუები, აი დედას ვიცავ. ეიფელის ლიფტშიც კი ამ ლეპტოპს ვშლიდი და ვთარგმნიდი რა. აღებული მქონდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სათარგმნად. გიდე მობასანი აკეთებდა ამას, რომ ადიოდა და იქიდან წერდა და მე მგონი თქვენ იყავით მეორე, რომ ხედით კი არ ტკბებოდა იქ მუშაობდა. აი, იმიტომ რომ ეს რაღაცა გიჟური ვალდებულება მქონდა, ეს ფული უნდა გადაგვეხადა საიდანღაც, არავინ არ იცოდა საიდან უნდა მოგვეტანა და ნუ მოკლედ აი ესე არანორმალურად მუშაობდით და იმდენს ნიშნავს ეს საბჭოთა კორპუსის მე-6 სართულის ბინა ჩემთვის რომ არ ვიცი რა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში რომ ოდესმე სადმე სხვაგან გადავიდე ეს მთელი ჩემი ცხოვრება ყველაფერია ის როგორ მოვედით საიდან მოვედით მაგრამ შეიძლება ეს ბინაც გქონდეთ და დაგრჩეთ რელიკვიად მაგრამ გქონდეთ ახალი ვილა ახალი სახლი პენტჰაუსი ჩემმა შვილებმა იშრომონ და თვითონ თუნდაც მე ძალიან მაკლაყოფილა ეს ძალიან ბედნიერი ვარ